საღამოშვიდობის დღეს ვისაუბრებ შრომის კოდექსზე და ქალთა შრომით უფლებებზე. 2020 წელს მოხდა შრომით კოდექსში შევიდა გარკვეული ცვლილებები. ეს ეხება ასევე ქალთა უფლებებს, ორსულობას, თუმცა არა მხოლოდ ზოგადად კოდექსი გახადა დასაქმებულზე უფრო ორიენტირებული. ასევე ცვლილებები გვაქვს ჩვენ შრომის უსაფრთხოების კანონში, გვაქვს ასევე შრომითი ინსპექციის შესახებ საქართველოს კანონი და ეს ერთობლიობაში გვაძლევს უფრო ადამიანზე ორიენტირებულ შრომის სამართალს. ძალიან მნიშვნელოვანია ვახსენოთ ეხლავე, კითხვები შეგიძლიათ რა თქმა უნდა რომ კომენტარებში დამისვათ. ცოტა ვნერვიულობ, იმიტომ რომ ბევრი რამის დაფარვა მინდა ამ ერთი ლაივის განმავლობაში და არ მინდა რომ რაღაც გამომრჩეს. თუმცა თუ გამომრჩება, ჩვენ ასევე მხარდაჭერით ვატარებთ ტრენინგებს შრომით უფლებებში და იმედი გვაქვს რომ ამ ტრენინგებზეც შეგეძლებათ რომ შემოგვიერთდეთ. ასევე 1-2 გადაცემასაც მიუძღვნით ამ თემას და იქაც შეგეძლებათ რომ მოგვისმინოთ და იმედია იქ აღარ გამომეპარება. პირველ რიგში რატომ არის მნიშვნელოვანი შრომითი რეგულაციები და შრომითი სამართალი? იმიტომ რომ ჩვეულებრივი სამოქალაქო სამართლისგან განსხვავებით, შრომითი ურთიერთობა არის უთანასწორო ურთიერთობა. ანუ დამსაქმებელი და დასაქმებული თავიდანვე არიან არათანაბარ პირობებში, დამსაქმებელი არის ხელშეკრულების ძლიერი მხარე. შესაბამისად ის შრომელთა უფლებები არის ამ სიტუაციის გამოთანაბრების რაღაცა საშუალება ერთგვარი. იმიტომ რომ შრომა მუდმივად ასოცირდებოდა წარსულში მონობასთან, რომ ადამიანებს ყავდათ სხვა ადამიანები დამონებული და მათ შრომას იყენებდნენ თავიანთ სასარგებლოდ. და ეს ისტორიული კონსტრუქცია შრომისა დღემდე მოგზდევს. დღეს ძალიან ხშირად გვესმის დამსაქმებლებისგან სამწუხაროდ, რომ შენ ქალი ხარ, შენ ქმარი გარჩენს, შვილი გარჩენს, ანუ ქალისთვის არ არის მნიშვნელოვანი, რომ ისეთივე მაღალი ხელფასი გქონდეს, როგორც კაცს. ალბათ ყველას გაგვიგია ეს ფრაზა, რომ ქალისთვის კარგი სამსახურია, ქალისთვის კარგი ხელფასია, უფრო დაბალი ხელფასიც შედარებით. ასევე ხშირად გვეუბნებიან, რომ ვართ ახალგაზრდები და ჩვენ მაინც ჯერ კიდევ სწავლობთ და მაინც მშობლები გვარჩენენ და ასე შემდეგ. ანუ ყოველთვის გვესმის ქალებს და ახალგაზრდებს ეს გამართლებები, რომ თურმე ჩვენ არ გვეკუთვნის ხელფასი ჩვენი შრომის და მიხედვით, არამედ იმიტომ რომ ვიღაცა იქით არსებობს, რომელიც გვარჩენს და ჩვენმა ხელფასმა შესაბამისად ჩვენ არ უნდა გვარჩინოს. ამ მდგომარეობის გამოსწორებლად არსებობს ეს შრომის კოდექსი და დღეს განვიხილავ კი პირველ რიგში კიდევ იმას თუ რა მხრივ ვართ ქალები უთანასწორო მდგომარეობაში, როცა საქმე ეხება შრომას. აქ ვსაუბრობთ ჩვენ პირველ რიგში ეგრეთ წოდებულ მეორე ცვლაზე, ანუ სიტუაციაზე, როდესაც მომუშავე ქალი სახლში როდესაც ბრუნდება, იმის გამო რომ მთელი ეს საშინაო საქმეები, საჭმლის მომზადება, ჭურჭლის დარეცხვა, დალაგება, ბავშვების მოვლა, სარეცხი, ყველაფერი ეს არის ქალზე. ქალის მოვალეობად განიხილება მხოლოდ და კაცი ამ მოვალეობებს არ ინაწილებს. შესაბამისად სამსახურიდან დაბრუნებული კაცი ისვენებს ძირითადად, ხოლო ქალს ეწყება ეს მეორე ცვლა. მეორე საკითხი არის ჰორიზონტალური და ვერტიკალური განაწილება შრომის უთანასწორო. ამაში რას გულისხმობთ, ხო? პირველ რიგში იმას, რომ დღესდღეობით პრინციპში ყველა ხელმძღვანელი პოზიციების მეხუთედს იკავებენ ქალები საქართველოს მასშტაბით. მხოლოდ მეხუთედს, რაც ნიშნავს, რომ შესაბამისად მათი ქალების ხელფასები კაცებისაზე უფრო დაბალია. ესე ზოგადად და იმის გამო რომ ქალი ისე კარგად და ისე სწრაფად ვერ წინაურდება ხოლმე როგორც კაცი, იმიტომ რომ აი ამ ყველაფერს ითვალისწინებს დამსაქმებელი მის მეორე ცვლას, რომ შენ ვერ დარჩები ღამე გვიანობამდე, შენ რაღაცა შაბათ-კვირას არ მოხვალ სამსახურში და ამიტომ არ აწინაურებენ. და ასევე გვაქვს ჩვენ ჰორიზონტალური უთანასწორობა ხელფასებს შორის, რაც ნიშნავს, რომ იმ სექტორებში, რომლებიც ძირითადად ქალებით არის დაკომპლექტებული, ხელფასები უფრო დაბალია, ვიდრე იქ, სადაც მამაკაცებით არის დაკომპლექტებული. მაგალითისთვის გეტყვით, რომ მასწავლებლის ხელფასი და მასწავლებელს ვიცით, რომ ჭირდება ძალიან ბევრი
ხო, იმისთვის რომ მასწავლებელი გავხდეთ, სჭირდება განათლება, წინასწარის სწავლება, მომზადება, მუდმივი სერტიფიცირება და ასე შემდეგ. მასწავლების ხელფასი ძალიან ხშირად არის მაგალითად მძღოლის ხელფასზე დაბალი. და ჩვენ ხა საიდან ვმსჯელობთ, რომ მაგალითად მძღოლობა ფიზიკურად უფრო რთულია, ან უფრო საშიშია, ვიდრე მასწავლებლობა დღეს სკოლებში არსებული ბულინგის და კრიმინალური სიტუაციიდან გამომდინარე, თუნდაც. აი ესენი არის ის უთანასწორობის სამწუხაროდ მექანიზმები, რომლებიც ჩვენ გვაქვს. ასევე ხო ანუ ეს პროფესიების და მიხედვით და ამას ცდილობს გარკვეულწილად რომ ეს კოდექსი რომ ეს რაღაცები გამოასწოროს. კიდევ ჩვენ გვაქვს ესეთი მექანიზმი როგორც არის მსოფლიო შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ჯერ კიდევ 1919 წელს შეიქმნა. გაეროზე უფრო ძველია დღესდღეობით, მას ყავს 187 წევრი სახელმწიფო და 189 კონვენცია. აქედან 8 კონვენცია არის საკვანძო, რომელიც ყველა სახელმწიფოსთვის არის სავალდებულო, ეს კონვენციები კრძალავს ბავშვთა შრომას, მოითხოვს ან გაერთიანების თავისუფლებას და პროფკავშირებში გაერთიანების თავისუფლებას, მათ შორის კოლექტიური შეთანხმების დადების უფლებას და დისკრიმინაციის აკრძალვას. ეს ყველა კონვენცია საქართველოსაც აქვს რატიფიცირებული, რაც ნიშნავს, რომ საქართველოსთვის ესენი არის კანონმდებლობის ნაწილი. და ასევე ყოველ რაღაცა პერიოდულობით შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაში ჩვენი ქვეყანაც აბარებს ანგარიშებს ამ კონვენციების შესრულების თაობაზე. ასევე სამოქალაქო საზოგადოებასაც შეუძლია, რომ ალტერნატიული ანგარიშით მიმართოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას. რაც შეეხება ჩვენს შრომის კოდექსს და დავიწყებ უკვე იმ რამდენიმე დებულებით, პირველი არის რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის დისკრიმინაციის აკრძალვა. ჩვენი შრომის კოდექსით დისკრიმინაცია უკვე აკრძალულია არა მხოლოდ დასაქმების ეტაპზე, არამედ დასაქმების წინა ეტაპზეც. ან შესარჩევი მაგალითად ვაკანსიის გამოქვეყნების მომენტიდანვე აკრძალულია, რომ განცხადება იყოს დისკრიმინაციული სქესის, კანის ფერის, ენის, პოლიტიკური თუ სხვა წამსის, რელიგიურის, წარმოშობის, ოჯახური მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, ეთნიკური კუთვნილების, სექსუალური ორიენტაციის თუ გენდერული იდენტობის მიხედვით, ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით. აკრძალულია დისკრიმინაცია როგორც შრომამდე, ან შესარჩევ ეტაპზე, ასევე უკვე შრომით ურთიერთობაშიც. და გვიწერია, რომ მათ შორის გონივრულ მისადაგებაზე უარი შიშიმო პირების მიმართ, ასევე ითვლება დისკრიმინაციის ფორმად. რაც ადრე ესე არ ეწერა და ამის გამო მე პირადად მქონდა დავა 6 წლის წინ, რომელიც მე ვერ მოვიგე დისკრიმინაციის ფაქტი სახალხო დამცველმა ვერ დაადგინა, იმიტომ რომ გონივრულ მისადაგებაზე უარი არ ითვლებოდა დისკრიმინაციად. რას ნიშნავს გონივრული მისადაგება? ეს საკმაოდ ფართეცნებაა და ამაზე მე სხვა შორის ცოტა ხანში გამოვა ჩემი ბლოგი. და გონივრული ნიშნავს, რომ ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს ორგანიზაციის შესაძლებლობები და ასევე ის სირთულეები, რომლებიც შეიძლება ახლდეს ამ მისადაგების პროცესს. მაგალითად, რაც შეიძლება მსხვილი ბიზნესისთვის უფრო მარტივი იყოს, მწვრილი ბიზნესისთვის უფრო რთული შეიძლება იყოს, ან პირიქით. ამიტომ ეს ძალიან ინდივიდუალურია და ამას ეხლა დეტალურად არ ჩავღრმავდები. აქვე მინდა ვთქვა, რომ უკვე გვიწერია კოდექსში, რომ ქალის და მამაკაცის შრომა თანაბრად უნდა ანაზღაურდებოდეს. და ისიც გვიწერია, რომ რა თქმა უნდა, ყოველგვარი შევიწროება, მათ შორის სექსუალური არის ასევე აკრძალული. და შევიწროებაში იგულისხმება მტრული, დამაშინებელი გარემოს შექმნა და შეურაცხყოფელი გარემოს შექმნა. და საუბარია, რომ შევიწროება არის ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მსხვერპლის დაშინებას და მტრული გარემოს შექმნას. ანუ შესაძლოა ეს შევიწროება ჩაითვალოს ქცევა, რომელიც არ იყოს ბოროტად განზრახული, რომ ვიღაცას არ უნდოდეს ადამიანის შეურაცხყოფა, მაგრამ ეს იწვევდეს მაგალითად მუდმივი ხუმრობები წონაზე, ან გარეგნობაზე, ან რაღაც სექსუალური ხასიათის კომენტარები თუნდაც, რომელიც არის არასასურველი კონკრეტული ადამიანისთვის. და ასევე კოდექსში გვიწერია, რომ პოზიტიური ღონისძიებები, რომლებიც საჭიროა იმისთვის, რომ აი ჯგუფები, რომლებიც მოწყვლადები არიან ისტორიულად თავიანთი
ოჯახური ვალდებულებების შეზღუდული შესაძლებლობის თუ სქესის გამო არ ჩაითვლება და ამ ადამიანების ხელშესაწყობად სხვადასხვა პოზიტიური ღონისძიებების გამართვა არ ჩაითვლება დისკრიმინაციად. ხო, გადავიდეთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც არის წერილობით და ზეპირის შეთანხმება ხელშეკრულებების შრომითი. თუ ხელშეკრულება იდება 3 თვეზე მეტი ვადით, შრომითი ურთიერთობის, ის აუცილებლად უნდა იყოს წერილობითი ფორმით. აქვე ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ის ხელშეკრულება, რომელიც ეწინააღმდეგება ამ კოდექსით დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს, მაგალითად აწესებს ნაკლებ დღეს ანაზღაურებადი შვებულების ნაკლებ დღეს, ან დასვენების და შესვენების ნაკლებ დროს, არის ბათილი. აი ის კონკრეტული მუხლები, რომლებიც ამ კოდექსზე უარეს პირობებს აწესებს, არის ბათილი. სამაგიეროდ, ნებისმიერ დროს დამსაქმებელს შეუძლია ისეთი ხელშეკრულების დადება, სადაც პირიქით უკეთესი პირობებია შემოთავაზებული ვიდრე ამ კოდექსში და იგივე ეხება კოლექტიურ ხელშეკრულებას. კოლექტიური ხელშეკრულება არის ხელშეკრულება, რომელიც იდება არა ერთ დამსაქმებელს და დასაქმებულს შორის, არამედ ერთზე მეტ დამსაქმებელს ან ერთზე მეტ დასაქმებულს შორის. ანუ თქვათ, ერთ დამსაქმებელსა და რამდენიმე დასაქმებულს შორის, ან პირიქით რამდენიმე დამსაქმებელსა და რამდენიმე დასაქმებულს ან დასაქმებულთა ორგანიზაციას შორის. რა თქმა უნდა, ყველა საწარმოში მშრომელებს აქვთ უფლება, რომ შექმნან პროფკავშირები და არავის დამსაქმებელს არ აქვს უფლება, რომ ადამიანი გაათავისუფლოს სამსახურიდან, ან უარი უთხრას კარიერულ დაწინაურებაზე, ან ხელფასის მომატებაზე, შესვენებას, დასვენებაზე, სხვა შვებულებაზე და ასე შემდეგ, მისი პროფკავშირისადმი კუთვნილების გამო. ასევე არ აქვს დამსაქმებელს უფლება ადამიანი გაათავისუფლოს სამსახურიდან იმის გამო, რომ მას აქვს დავა დამსაქმებელთან. ჩვენ ქვეყანაში ესეთი მიდგომა გვაქვს რატომღაც, რომ მხოლოდ მას შემდეგ, რაც სამსახურიდან გაგვათავისუფლებენ ხოლმე, ვიწყებთ დავას. თუმცა რეალობაში ჩვენ გვაქვს უფლება ვედავოთ დამსაქმებელს მანამდეც სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, ხო? შეიძლება ის იყოს შრომის გარემო, პირობები, უსაფრთხოება და ასე შემდეგ. გამოსაცდელი ვადით ადამიანის დასაქმება შესაძლებელია მხოლოდ 6 თვით, ანუ 6 თვემდე ვადით. აუცილებლად წერილობითია ეს ხელშეკრულება და აუცილებლად არის ანაზღაურებადი. ამ პერიოდში ნებისმიერ დროს შეუძლია დამსაქმებელს, რომ გაწყვიტოს შენთან შრომითი ურთიერთობა წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ასევე ნებისმიერ დროს შეუძლია პირიქით დადოს უკვე ვადიანი ან უვადო შრომითი ხელშეკრულება. რაც შეეხება სტაჟირებას, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მუხლია და ახალია. სტაჟირება აუნაზღაურებელი სტაჟირება შესაძლებელია იყოს მხოლოდ 6 თვემდე ვადით, ანაზღაურებადი 1 წლამდე ვადით. ერთ დამსაქმებელთან ერთ ადამიანს შეუძლია გაიაროს სტაჟირება მხოლოდ ერთხელ, ერთ პოზიციაზე. აქვე მნიშვნელოვანია, რომ პირდაპირ გვიწერე, რომ სტაჟირების მიზანი არის სტაჟიორისთვის გამოცდილების გაზიარება, მასში რაღაცა უნარების გამომუშავება და აკრძალულია სტაჟიორით ანაზღაურებადი თანამშრომლის ჩანაცვლება, ასევე აკრძალულია ანუ დროებით მისი დასაქმება, იმიტომ რომ ვიღაც თანამშრომელი არ ყავს და გვინდა რომ ეკონომია გავაკეთოთ და ჩანაცვლება ანაზღაურებადი თანამშრომლისა სტაჟიორით. რაც შეეხება ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მუხლი გვაქვს, რომ დამსაქმებელი ვალდებულია გააცნოს დასაქმებულს მისი უფლებები, დისკრიმინაციისგან დაცვის დებულებები და გასაჩივრების შიდა მექანიზმები მათ შორის. შინაგანად წესის შესაძლოა იყოს ხელშეკრულების ნაწილი შრომითი ხელშეკრულებისა, თუმცა ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ დამსაქმებელმა ის გააცნოს დასაქმებულს ასევე. თავისთავად ცხადია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ხელფასის დაგვიანების შემთხვევაში, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, ხელფასის დაგვიანების შემთხვევაში ყოველ დაგვიანებულ დღეზე დამსაქმებელი ვალდებულია, რომ დაურიცხოს დასაქმებულს ხელფასის 0.7%. ანუ 1%-ზე ნაკლები.
შრომელი, სადაც არის იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა, ვალდებულია ჩაატაროს პერიოდულად კონსულტაციები დასაქმებულებთან, მიაწოდოს მათ ინფორმაცია საწარმოში არსებული ვითარების შესახებ, შესაძლო შემცირებების შესახებ თუ სხვადასხვა ეკონომიკური სირთულეების შესახებ, რომელიც საწარმოში შეიძლება ივანდებოდეს. რაც შეეხება სამუშაო დროს და დასვენების დროს. კიდევ ერთი შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობები. რა თქმა უნდა, ხელფასი არსებითი პირობაა, რომელიც უნდა ეწეროს ხელშეკრულებაში. ასევე ვადიანი და უვადო ხელშეკრულებები. ესეც მნიშვნელოვანი პრობლემაა ჩვენს რეალობაში. ერთ წლამდე ხელშეკრულების დადება ვადიანის შეიძლება, მაგრამ ერთ წელზე ერთ წლამდე უბრალოდ ვადიანი ხელშეკრულების დადება შეიძლება მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში. თუ ეს ეხება სეზონურ სამუშაოს, სამუშაოს უეცარ ზრდას სხვადასხვა მიზეზების გამო, თანამშრომლის ჩანაცვლებას, ერთი სიტყვით ეს და ასევე სახელმწიფოს მიერ დასაქმების ხელშეწყობის პროგრამებს, აქ პირდაპირ იგულისხმება მაგალითად სუბსიდირების პროგრამა, რომელიც შიშიმო პირებისთვის არსებობს. ეს ძალიან დისკრიმინაციული ნორმაა, მე თუ მკითხავთ, მაგრამ ასე არის. ანუ საკმაოდ შეზღუდულია ერთ წლამდე ვადით. თვეზე მეტხანს თუ კი ხელშეკრულება მიმდინარეობს, ანუ თუ ხელშეკრულება დადებულია 30 თვეზე მეტი ვადით, ის უკვე ითვლება განუსაზღვრელი ვადით დადებულად. ასევე თუ 30 თვის განმავლობაში ზედიზედ რამდენიმე ხელშეკრულება დადო დამსაქმებელმა დასაქმებულთან, ვადიანი, ისინიც ერთი და იგივე პოზიციაზე, ისინიც ითვლება აი ამ უკვე უვადოთ. ანუ თუ 30 თვეს გადაცდა. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი, ხო, რომ ვიყოთ უვადოთ დასაქმებულები? იმიტომ რომ ეს გვაძლევს მეტ დაცულობას. მაგალითად, უვადოთ დასაქმებული თანამშრომლის სამსახურიდან გაგდება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის რამეს დაარჩევებს, არაჯეროვნად შეასრულებს თავის მოვალეობებს, ასევე თუ ის მოყვება შემცირებაში, ანუ ეკონომიკური მიზეზების გამო თუ ვეღარ შეძლებს დამსაქმებელი მის ყოლას და ასევე რა თქმა უნდა თავისი პირადი განცხადების საფუძველზე. და ამ დროს ნებისმიერ შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია ერთი თვით ადრე შეატყობინოს დასაქმებულს, რომ სამსახურიდან უშვებს და კიდევ ერთი თვით სამსახურიდან წასვლის შემდეგ კიდევ ერთი თვის ხელფასი გადაუხადოს. ხოლო თუ ატყობინებს მხოლოდ ესე იგი სამსახურიდან დათხოვნიდან 3 დღით ადრე დათხოვნამდე, მაშინ 2 თვის ხელფასი უნდა გადაუხადოს. მაშინ, როდესაც თუ ვადიანი ხელშეკრულება გვაქვს, გვესმის, რომ ხელშეკრულების ვადა გავიდა და ჩვენ ავტომატურად გათავისუფლებულები ვართ სამსახურიდან და არანაირი დასაბუთება, არანაირი საფუძვლები ამას არ ჭირდება. რა თქმა უნდა, დასაქმებულისთვის ძალიან სტრესულია. ხო, როდესაც ჩვენ არ ვიცით ხვალ ვიქნებით თუ არა ისევ სამსახურში, აგვიყვანს თუ არა ისევ, ამ დროს შეიძლება სესხის აღება გვინდოდეს, რაღაცა ფულის დაგროვება გვინდოდეს და ამ ყველაფერს ვერ ვახერხებდეთ, იმიტომ რომ არ ვიცით შემოსავალი გვექნება თუ არა მეორე თვეს პირობითად და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარეც ეს მნიშვნელოვანი მუხლია. ასევე რაც შეეხება შრომის არსებით პირობებს, ხო, ანუ ხელფასის რაოდენობა უნდა იყოს აუცილებლად, შრომის ადგილი, დრო, საათები და არსებითი პირობების ცვლილების დროს ხელშეკრულებისა საჭიროა დასაქმებულის თანხმობა. რა არის მაგალითად არსებითი პირობების ცვლილება? თუ დამსაქმებელმა შეცვალა სამუშაო საათები დღეში 90 წუთზე მეტი ვადით. მაგალითად, გადაწია ან გადმოწია სამუშაოს დაწყების დრო 2 ან 3 საათით. ასევე ხელშეკრულების არსებითი პირობების ცვლილებად ითვლება, თუ დამსაქმებელმა ისე შეუცვალა დასაქმებულს სამუშაო ადგილი, ანუ ახალ მისამართზე გადაიყვანა, რომ დასაქმებულს დღეში დასაქმების ადგილას მისასვლელად, სამუშაო ადგილას მისასვლელად
ჭირდება 3 საათზე მეტი. ესეთი რაღაცები უკვე დამსაქმებელმა წინასწარ უნდა შეუთანხმოს დასაქმებულს და მისი ნებართვის გარეშე, მისი თანხმობის გარეშე არ შეიძლება. იგივე ეხება მივლინებას, რომ მივლინებებიც წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 60 საათს და ესეც უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ანაზღაურებადი. აუცილებლად. რომ არ ჩაითვალოს სამუშაო ადგილის ცვლილებად, ანუ მუდმივ ცვლილებად, მუდმივ შეცვლად. მნიშვნელოვანია ასევე მუხლები, რომლებიც ეხება იმას, რომ მაგალითად ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში, ტრაფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფრებში, სკოლებში და სხვა ახალგაზრდულ დაწესებულებებში აკრძალული ესეთი ადამიანების დასაქმება, ვინც არიან ნასამართლებლნი სქესობრივი თავისუფლების და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისთვის. ეს შეიძლება იყოს გაუპატიურება, თქო სექსუალური კავშირის იძულება, გარყვნილი ქმედება და ასე შემდეგ. ანუ სხვადასხვა მუხლები არის ამ თავში და იმ თავში სისხლის სამართლის კოდექსის და ნებისმიერი ამ მუხლით ნასამართლობის შემთხვევაში ამ ადამიანების დასაქმება აკრძალულია აი ამ დაწესებულებებში, რომლებიც ვახსენე. ასევე დასაქმებულ სხვათა შორის არ აქვს უფლება, რომ ჯერ როცა კანდიდატია, არ აქვს უფლება, რომ მოითხოვოს დამსაქმებლისგან დასაქმებაზე უარის თქმის საფუძველი. უბრალოდ არ აქვს დამსაქმებელი არ არის ვალდებული, რომ ამტკიცოს და დაუსაბუთოს მიზეზები, თუ რატომ არ აარჩიეს თუ ეს ადამიანი ვაკანსიაზე. მაგრამ სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში დასაქმებულს უკვე აქვს უფლება, რომ მოთხოვოს დამსაქმებელს გათავისუფლების შეტყობის შესახებ ერთი თვის ვადაში აქვს უფლება, რომ მოთხოვოს წერილობითი დასაბუთება, თუ რის გამო გაანთავისუფლა ის სამსახურიდან. და თუ 7 დღის განმავლობაში დამსაქმებელი ამას არ დაუსაბუთებს, ამ ადამიანს დასაქმებულს აქვს უფლება მიმართოს სასამართლოს და არ წარმოადგინოს, ანუ არ ეკისრება ვალდებულება, რომ წარმოადგინოს ეს წერილობითი დასაბუთება და ამ შემთხვევაში გათავისუფლების კანონიერების მტკიცების ტვირთი მთლიანად გადადის დამსაქმებელს. ანუ დამსაქმებელმა უნდა ამტკიცოს, რომ ის სწორად და მართლად გაათავისუფლა სამსახურიდან. რაც შეეხება დისკრიმინაციას, ესეც მნიშვნელოვანი მომენტია. დისკრიმინაციის კუთხით თუ ვედავებით დამსაქმებელს, გინდა დასაქმების ეტაპზე, გინდა დასაქმების წინა ეტაპზე, აქ უკვე დამსაქმებელია ვალდებული ამტკიცოს, რომ დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონდა. ანუ მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე სასამართლოში. კი ბატონო. რაც შეეხება ნახევარ განაკვეთზე და არასრულ განაკვეთზე მუშაობას. ცოტა ბუნდოვანი ჩანაწერი გვაქვს კანონში ამასთან დაკავშირებით, ანუ კონკრეტულ საათებს კი არ უთითებს კოდექსი, რომ მაგალითად კვირაში სიტყვაზე 20 საათი არის ნახევარ განაკვეთიანი. არა, ის ამბობს, რომ იმ კონკრეტულ სფეროში რაც არის ნორმალური, რაც არის ჩვეულებრივი სამუშაო დატვირთვა, იმაზე ნაკლები დატვირთვა თუ აქვს დასაქმებულს, ესე იგი ის არის არასრულ განაკვეთზე დასაქმებული. ხო. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი საერთოდაც ნახევარ განაკვეთიანი და არასრულ განაკვეთზე? იმიტომ რომ დამსაქმებელს ეკრძალება თანამშრომლის დისკრიმინაცია დაწინაურების დროს, შვებულების მიცემაში, დასვენების დღეების მიცემის კუთხით, იმის გამო, რომ მაგალითად ის მუშაობს არასრულ განაკვეთზე. ანუ შეიძლება ადამიანი მუშაობდეს არასრულ განაკვეთზე, მაგრამ დამსაქმებელს მაინც ექნება ვალდებულება, რომ ის გაითვალისწინოს დაწინაურების დროს, ასევე ჩართოს მაგალითად კვალიფიკაციის ამაღლების საკითხებში, მისცეს შვებულება თავის დროზე და ასე შემდეგ. სხვათა შორის, როდესაც დამსაქმებლის ინიციატივით არის კვალიფიკაციის ამაღლება და სასწავლო კურსები, ეს დრო ადამიანს დასაქმებულს ეთვლება სამუშაო დროში და უნდა ანაზღაურდეს. თუ ის არის ზეგანაკვეთური, ის აუცილებლად უნდა ანაზღაურდეს კიდეც. ეს ჩვენთან ასევე მოარული პრაქტიკაა, რომ შაბათ-კვირას უტარებენ ტრენინგებს და რატომღაც ითვლება, რომ მერე რა, ანუ ეს ვალდებულებაა და ეს არ ეთვლებათ სამუშაო დროში. ესე არ არის. ესეც სამუშაო დროა. რაც შეეხება სამუშაო დროს, ჩვეული სამუშაო დრო არის
40 საათი კვირაში. სრულწლოვნებისთვის, არასრულწლოვნებისთვის 16-დან 18 წლამდე ეს არის 36 საათი კვირაში მაქსიმუმ. 14-დან 16 წლამდე ეს არის 24 საათი კვირაში მაქსიმუმ. 14 წლამდე არასრულწლოვნების დასაქმება შესაძლებელია მხოლოდ სპორტულ, კულტურულ და სარეკლამო საქმიანობაში. 16 წლამდე არასრულწლოვნების დასაქმება შესაძლებელია მხოლოდ მშობლის, ანუ კანონიერი წარმომადგენლის ან მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს თანხმობით. მათი თანხმობის და ნებართვის გარეშე არ შეიძლება. 16 წლიდან შეიძლება. ამავდროულად 18 წლამდე ბავშვი არ შეიძლება დასაქმდეს ფარმაცევტულ, სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულ ასევე საქმიანობაში, პორნოგრაფიის წარმოებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში, ასევე მავნე ქიმიურ წარმოებებში და მძიმე და საშიში პირობებიან სამუშაოებს. დასაქმებამ ხელი არ უნდა შეუშალოს არასრულწლოვნების უფლებას მიიღონ განათლება და მათ ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობას. არ უნდა მიაყენოს ზიანი. ასევე, მაგრამ აქ კიდევ მნიშვნელოვანია, რომ არის მთელი რიგი სფეროები, სადაც დაწესებულია კვირაში 48 საათიანი სამუშაო განრიგი. ამ სამუშაოთა ნუსხას ადგენს ჯანდაცვის მინისტრი თავისი ბრძანებით. რაც ცოტა არასწორია, იმიტომ რომ გამოდის, რომ ჯანდაცვის მინისტრს შეუძლია ნებისმიერ სფეროზე თქვას 48 საათია და პრაქტიკულად ორგანულ კანონს, ანუ კოდექსი, შრომის კოდექსი არის ორგანული კანონი, რაც ნიშნავს, რომ მაგალითად ის ჩვეულებრივ კანონზე უფრო მაღლა დგას იერარქიულად და მინისტრის ბრძანებას შეუძლია, რომ ამ კანონს ერთგვარად ხაზი გადაუსვას. ძალიან არასწორი ამბავია ეს. და ძალიან ბევრი სფეროა, სადაც წერია, რომ წარმოების სპეციფიკიდან გამომდინარე დაშვებულია 48 საათიანი სამუშაო კვირა. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში 48 საათს ზემოთ მუშაობა კვირის განმავლობაში უკვე ითვლება ზეგანაკვეთურ შრომად. აქვე დამსაქმებელს აქვს ვალდებულება, რომ აღრიცხოს დასაქმებულის მიერ შესრულებული სამუშაოს რაოდენობა საათები, ზუსტად იმისთვის, რომ დაადგინოს, როდის იქიდან იწყება ზეგანაკვეთური შრომა. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არასრულწლოვნებისთვის 18 წლამდე ზეგანაკვეთური შრომა, ანუ ზეგანაკვეთურად შეუძლიათ იმუშაონ მხოლოდ დღეში არაუმეტეს 2 საათისა და კვირაში არაუმეტეს 4 საათისა ჯამში. და მათთვის ეს უნდა ანაზღაურდეს უფრო მაღალი ტარიფით. ხო, ჩვენთან კიდევ ესეთი პრობლემაა, რომ ზეგანაკვეთურ შრომაზე წერია ესეთი რაღაც, რომ უნდა ანაზღაურდეს ნორმალურ სამუშაო გრაფიკთან შედარებით უფრო მაღალი ტარიფით, მაგრამ რამდენად უფრო მაღალი ტარიფით არ წერია. შეიძლება მაგალითად 5 თეთრით უფრო მაღალი იყოს და ფორმალურად დამსაქმებელმა ეს მოთხოვნა დააკმაყოფილოს. ასევე სხვათა შორის ჩვენთან რატომღაც ესია დამკვიდრებული, რომ ზეგანაკვეთური შრომა არის ნორმა. ანუ ქალს მაგალითად ეგრევე ეკითხება დამსაქმებელი, რომ შენ ხო ვერ შეძებ, რომ ღამეც დარჩი აქ და იმუშავო. არადა ესე არ არის ზეგანაკვეთური შრომა, ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება უნდა ჭირდებოდეს ძალიან იშვიათად, ეს არის გამონაკრისი, ეს არის რაღაცა გადაუდებელი, როცა ხდება საოცრება. და დამსაქმებელი ვალდებულია ერთი კვირით ადრე წერილობით აცნობს დასაქმებულს, რომ ის ვალდებულია, რომ შეასრულოს, თქვათ, და ჭირდება, რომ შეასრულოს ზეგანაკვეთური სამუშაო. ზეგანაკვეთურ სამუშაოსთან დაკავშირებით მოკლედ ეს არის თუ ის ეხება ბუნებრივი კატასტროფის შედეგად მომხდარი რაღაც ზიანის აღმოფხვრას, ის შეიძლება არ ანაზღაურდეს. მხოლოდ ამ შემთხვევაში ანაზღაურების გარეშე არის დასაქმებული ვალდებული ამ კუთხით იმუშაოს. თუ ეს არის საწარმოო ავარია, საწარმოო ავარიის შედეგების ლიკვიდაციაზე ანაზღაურებით უნდა იმუშაოს ადამიანმა. ასევე აქ აკრძალულია ასეთ სამუშაო ზეგანაკვეთურ შრომაზე დასაქმება, ესე იგი ორსულის, მეძუძური დედის, ასევე შშმ პირის კანონიერი წარმომადგენლის, ან მშობლის და სამწლავდე ბავშვის მშობლის დასაქმება მათი თანხმობის გარეშე, მათი თანხმობით შესაძლებელი. ეს ეხება აი ამ სტიქიურ უბედურებას და საწარმოო ავარიებს. ხოლოდ აქვე ვიტყვი, რომ ღამის სამუშაოდ ითვლება
ღამის 10 საათიდან დილის 6 საათამდე პერიოდი. და ასევე ღამის სამუშაოზე აკრძალულია ორსულის და მეძუძური დედის დასაქმება. მაგრამ ხოლო შიშიმოპირის, ან შიშიმოპირის კანონიერი წარმომადგენლის, ან 3 წლამდე ბავშვის მშობლის დასაქმება მათი თანხმობის გარეშე, ანუ მათი თანხმობით შეიძლება, რომ ისინი დასაქმდნენ აი ამ სამუშაოებს. ასევე დასაქმებულს ღამის სამუშაოზე აქვს უფლება მოთხოვოს დამსაქმებელს, რომ დამსაქმებლის ხარჯით გაიაროს დასაქმებამდე და დასაქმების შემდეგ სამედიცინო შემოწმება რაღაცა პერიოდულობით და თუ აღმოჩნდა, რომ ამ ღამით მუშაობის შედეგად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, აქვს უფლება ან დამსაქმებელს უჩნდება ვალდებულება, რომ ეს ადამიანი გადაიყვანოს დღის სამუშაოზე. თუ მას ეს შეუძლია, თუ მას არ აქვს ეკვივალენტი დღის სამუშაო, მაშინ უნდა გაანთავისუფლოს ის სამსახურით. ანუ აქ ისევ ჩვენ გვაქვს გონივრული მისადაგების, ეს ეხება ასევე ორსულს, ანუ ორსული უნდა გადაიყვანოს დამსაქმებელმა მძიმე მავნე და საშიში პირობებიანი სამუშაოდან, მაგრამ თუ არ აქვს სხვა სამუშაო ალტერნატიული, მაშინ უნდა გაათავისუფლოს ორსული სამუშაოდან გარკვეული პერიოდით, ხო, იმ პერიოდით, რადგან სჭირდება ბავშვის გაჩენას და ასევე ძუძუთი კვებას, ანუ მეძუძური დედა ითვლება მეძუძურ დედად ითვლება ქალი, რომელიც ძუძუთი კვებავს ბავშვს 1 წლამდე ასაკის ბავშვს. ხო, ორსულად კიდევ ითვლება ქალი, რომელიც შეატყობინებს დამსაქმებელს თავისი ორსულობის შესახებ. ხო, ორსულობის საფუძვლით გათავისუფლება სამსახურიდან არის აკრძალული, როგორც ვთქვით, და მაგრამ წარმოეშობა დამსაქმებელს აი ეს ვალდებულებები, რაც ასევე ზემოთ აღვნიშნებ. ხო. და ბავშვების დასაქმებაც ღამის სამუშაოზე ასევე არ შეიძლება. ხო. ორსულ ქალს მნიშვნელოვანია, აქვს ასევე უფლება, რომ წავიდეს სამუშაო საათებში და ჩაიტაროს გამოკვლევები და ეს მას არ გამოექვითოს სამუშაო საათებიდან, ანუ ეს პერიოდი ჩაითვალოს საპატიოდ და იყოს ანაზღაურებული. ასევე. კი. ცვლებს შორის, კი არა, სამუშაო საათებს შორის დასვენება, უბრალოდ არა შესვენება, არამედ დასვენება უნდა იყოს არანაკლებ 12 საათისა, ასევე ყოველ 7 დღეში დამსაქმებელმა დასაქმებულს უნდა მისცეს 24 საათიანი განუწყვეტელი შესვენება. ანუ ერთი შესვენება არა, დასვენება. ანუ ერთი დასვენების დღე კვირაში. ზოგიერთ სამუშაოზე გამონაკლისის სახით შეიძლება 2 კვირაში მისცეს 2 დასვენების დღე, ანუ ყოველ 14 დღეში მისცეს 2 დასვენების დღე გადაბმულად. 6 საათზე მეტ თუ მუშაობს ადამიანი დღეში, მას წარმოეშობა მინიმუმ 1 საათის შესვენების პერიოდი, უფლება დღეში. ასევე მეძუძურ დედას აქვს კიდევ უფლება, რომ დამატებით ბავშვის კვებისთვის აიღოს დღის განმავლობაში 1 საათი. იგივე ეხება შიშიმოპირის კანონიერ წარმომადგენელს. კანონიერ წარმომადგენელში ითვლება მშობელი, ოღონდ 18 წლამდე ბავშვის მშობელი. და ასევე თუ მაგალითად მხარდაჭერა აქვს დაწესებული შიშიმოპირის სასამართლოს მიერ, მხარდამჭერი, ანუ უკვე სრულწლოვანი შიშიმოპირის მხარდამჭერი. სრულწლოვანი შიშიმოპირის მხარდამჭერს აქვს უფლება თვეში დამატებით, ანუ დასვენების სხვა დღეებთან ერთად დამატებით მოითხოვოს დასვენების 1 დღე, ან მოითხოვოს სამუშაო დროის გადანაწილება ისე, რომ მაგალითად ყოველ დღე 1 საათით ნაკლები იმუშაოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ხოლმე მაგალითად მშობლებისთვის, რომლებიც დღის ცენტრებში დაატარებენ თავიანთ შვილებს, რომ მაგალითად დღის ცენტრი მუშაობს 9-დან 5-მდე და ისინიც მუშაობენ თქვათ 9-დან 5-მდე ან 9-დან 6-მდე და ჭირდებათ რომ ბავშვი ან დასრული არ აქვს მნიშვნელობა, გამოიყვანონ დღის ცენტრიდან და ჭირდებათ რომ ამის გამო წავიდნენ მაგალითად 9 საათით ადრე სამსახურიდან. და ამის უფლება მათ აქვთ. რომ ეს მოითხოვონ. რაც შეეხება შვებულებებს, აქაც წელიწადში მინიმუმ 24 სამუშაო დღე არის ყველასთვის ანაზღაურებადი შვებულება.
მძიმე მავნე და საშიში პირობებიანი სამუშაოების ნუსხა არსებობს, რომელსაც მინისტრი ამტკიცებს, ჯანდაცვის მინისტრი. და აი ამ სამუშაოებზე დასაქმებულებს ასევე აქვთ დამატებით კიდევ 10 კალენდარული დღით შვებულების აღების უფლება. ხო, ანუ 34 დღე კი არა და უფრო მეტი, იმიტომ რომ 24 სამუშაო დღეში კიდე შაბათ-კვირები ხო გამოირება ან კვირები და გამოდის დაახლოებით, რა ვიცი, 40 დღემდე პირობითად სადღაც. ხო, შვებულების მოთხოვნის უფლება დასაქმებულს წარმოეშვება მუშაობის მე-11 თვის შემდეგ, ნებისმიერ დროს. ასევე ან რაღაც საგამონაკლისო შემთხვევაში შესაძლებელია, რომ 1 წლით შვებულებით სარგებლობა გადაიდოს, მაგრამ 2 წელზე მეტი ვადით შვებულების გადადება არ შეიძლება. დამსაქმებელს არ აქვს უფლება, რომ გადადოს. თუმცა, ანუ 2 წლით თუ გადაიდო, მაგალითად 1 წელი თუ გამოტოვა ადამიანმა შვებულება, შემდეგ წელს ის დღეები ენახება და უფლება აქვს, რომ 24 სამუშაო დღის მაგივრად დაისვენოს 48 სამუშაო დღე. ეს არის უბრალო შვებულება ყოველგვარი მიზეზების გარეშე. აქ არ არის საუბარი რაღაც მიზეზებზე. ხო. რაც შეეხება ისევ და ისევ დაუბრუნდეთ ორსულ ქალებს, ორსულ მეძუძურ და მეძუძურ დედებს. 28 კვირის შემდეგ აკრძალულია, ესე იგი, ამ ორსული ქალებისთვის. ეს ოღონდ უკვე შრომის კოდექსით კი არ რეგულირდება, ეს რეგულირდება მინისტრის სპეციალური ბრძანებით, ჯანდაცვის მინისტრის. ანუ 28 დღის შემდეგ უკვე 28 კვირის შემდეგ აკრძალულია ქალის ისეთ სამუშაოზე დასაქმება, სადაც საჭიროა საერთოდ რაიმე მწონების აწევა, იატაკიდან ან სხვა ნებისმიერი ზედაპირიდან სიმძიმების აწევა. ასევე ორსულებისთვის პირველივე დღიდან აკრძალულია ვერტიკალურ კიბეზე გადაადგილებასთან დაკავშირებული სამუშაოები. ტანსაცმლის და ფეხსაცმლის დასველებასთან, ორპირქარში ყოფნასთან დაკავშირებული სამუშაოები, წნევის ხშირ ცვლასთან, იქნება ეს საფრენოსნო შემადგენლობები თუ ბარაკამერები თუ მიწისქვეშა სამთო მომპოვებელი თუ სხვა სამუშაოები. ქიმიური საფრთხის შემთხვევაში აუცილებელია, რომ დამსაქმებელმა გააფრთხილოს დასაქმებული, შეასწავლოს მას ამ ქიმიური საფრთხის თავიდან აცილების გზები, აღჭურვოს ის შესაბამისი აღჭურვილობით, რომელიც დაიცავს მას ამ ქიმიური საფრთხისგან. ასევე დამსაქმებელს აქვს ვალდებულება, რომ ტექნიკური პროგრესის კვალობაზე საფრთხის შემცველი დანადგარი ჩანაცვლოს ნაკლებად საშიში დანადგარით და როგორც მე ვთქვი, განუმარტოს დასაქმებულს თუ როგორ უნდა დაიყვანოს მინიმუმამდე ქიმიური საფრთხეები. ასევე აკრძალულია ორსულის და ახლად ნამშობიარები ქალის დასაქმება ისეთ სამუშაოებზე, რომლებიც დაკავშირებულია უხერხულ პოზასთან, ან მუდმივ ჯდომასთან, დგომასთან, ან მუდმივ სიარულთან. მათ სამუშაო ადგილი აღჭურვილი უნდა იყოს სკამით, რომელსაც აქვს მაგალითად ფეხების დასადები და მისი სხვა ელემენტებიც რეგულირდება, თქვათ სიმაღლე, საზურგის დახრილობა და ასე შემდეგ. ხო. ესეთი პირობები არის საჭირო. რაც შეეხება უქმე დღეებს, საქართველოში პირდაპირ გვაქვს განსაზღვრული რამდენიმე უქმე დღე. ეს არის 1 და 2 იანვარი, ანუ ახალი წლის დღეები. შობა და ნათლისღება, ანუ 7 და 19 იანვარი. 3 და 8 მარტი, დედის დღე და ქალთა საერთაშორისო დღე. 9 აპრილი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე, ასევე 26 მაისი, ესევე დამოუკიდებლობის დღე ჩვენი, 9 მაისი, ფაშიზმზე გამარჯვების დღე, 12 მაისი, ეს არის ანდრია პირველწოდებულის დღე, ასევე მარიამობა 28 აგვისტო, 14 ოქტომბერი მცხეთობა სვეტიცხოვლობა და 23 ნოემბერი გიორგობა. ამ დღეებში ვინც მუშაობს, ეს ითვლება ზეგანაკვეთურ შრომად ავტომატურად და მას შესაძლოა უნდა ანაზღაურდეს გაზრდილი ტარიფით. თუმცა, თუ თქვათ ადამიანი არის სხვა რელიგიის, მას აქვს უფლება, რომ აი ამ დღეების ნაცვლად ხელშეკრულებაშივე გაწეროს სხვა უქმე დღეები, რომლებითაც უნდა სარგებლობა. თავისი, თქვათ, რელიგიური დღესასწაულებიდან გამომდინარე.
ხო, რაც შეეხება კიდევ ერთ ზეგანაკვეთურ შრომას, ანუ ერთია რომ ის უნდა ანაზღაურდეს უფრო მეტი ტარიფით, ან შესაძლებელია ასევე ის საათები ჩაანაცვლონ, მაგალითად დამატებითი დასვენების დროით. ესეთი გამოსავალია ერთ-ერთი. რაც შეეხება ორსულობასთან მშობიარობასთან, ბავშვის მოვლა ახალშობილი შვილად აყვანა და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო. აი ეს საკითხები. ორსულობისა და მშობიარობის გამოშვებულება არის ჯამში ითვლება 126 დღე. ან 142 დღე თუ მშობიარობა გართულებულია, ან არის ტყუპები. ეს პერიოდი ეკუთვნის დედას, ანუ მხოლოდ ქალს, იმიტომ რომ ეს არის ორსულობის და მშობიარობის გამოშვებულება. რომელიც მას შეუძლია გადაანაწილოს ორსულობის და მშობიარობის პერიოდზე, როგორც მას უნდა. შემდეგ მოდის ეს პერიოდი ანაზღაურდება. ხონთ მე გეტყვით ჯამში როგორ ანაზღაურდება ეს. ცოტა მერე. შემდეგ მოდის უკვე ახალშობილის მოვლის გამოშვებულება. ეს არის ანაზღაურებადი 57 დღე და ისე 504 ჯამში. უკვე არა ანაზღაურებადი. ეს შვებულება შეუძლია აიღოს ან დედას, ან მამას. წინა შვებულება არის მხოლოდ დედის, თუმცა მამას შეუძლია ისარგებლოს იმ დღეებით, რომლებიც დედამ არ გამოიყენა. მაგალითად, დედამ თქვათ 126 დღის მაგალითად 90 დღე იყო თქვათ მარტო დასვენებაში და 36 დღის გამოყენება შეუძლია მამას უკვე. მერე. მაგრამ მაგრამ მაინც ეს უფრო ექსკლუზიურად ქალის შვებულება და ეს არის უფრო ორივე მშობლისთვის გასანაწილებელი. ასევე შვილად აყვანის გამო თუ შვილად აიყვანეს 1 წლამდე ასაკის ბავშვი, ამ შემთხვევაში ასევე არის 550 დღის აღების უფლება აქვთ. ბავშვის დაბადებიდან ოღონდ 550 დღის აღების უფლება აქვთ მშობლებს. ოღონდ ეს 550 დღე არის არანაზღაურებადი და აქედან ანაზღაურებადი არის 90 დღე, ანუ 3 თვე. აი 550 დღიდან. ხო, ეს არის ახალშობილის შვილად აყვანის გამო. ასევე გვაქვს დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო. ეს არის 5 წლამდე ბავშვისთვის წელიწადში არანაკლებ 2 კვირისა და ჯამში არანაკლებ 12 კვირით მშობელს ნებისმიერს დედას ან მამას, ვინც ფაქტობრივად უვლის ბავშვს, აქვს უფლება აიღოს არაანაზღაურებადი შვებულება აი ამ პერიოდით. ხო, ანუ რაც მე ვთქვი, წელიწადში არანაკლებ 2 კვირით და ჯამში არანაკლებ 12 კვირა 5 წლამდე. ხო, ეხლა კიდევ ერთხელ გავიაროთ ანაზღაურებადი რა არის ორსულობის, მშობიარობის და ახალშობილის მოვლის გამოშვებულებიდან. ანაზღაურებადი ჯამში არის 183 ან 200 დღე. ანუ 126 დღე ეს არის ორსულობის და მშობიარობის და 57 ან 142 თუ ტყუპია და 57 დღე არის უბრალოდ ბავშვის მოვლის გამო უკვე. უკვე ახალშობილის მოვლის. ეხლა როგორ ანაზღაურდება ეს თანხები? საჯარო სამსახურში ეს 183 დღე, ანუ დაახლოებით 6 თვეა, ანაზღაურდება ჩვეულებრივ იმ ხელფასით, რა ხელფასსაც იღებდა დასაქმებული. ქალი ან კაცი ამ შემთხვევაში. კერძო სტრუქტურაში თუ დასაქმებული და დამსაქმებელი შეთანხმდნენ უკეთეს პირობებზე, კი ბატონო, მაგრამ თუ არ შეთანხმდნენ, სახელმწიფო ამ თანხას ანაზღაურებს ერთჯერადად, მაქსიმუმ 1000 ლარის ოდენობით. ოღონდ როგორ ეს 1000 ლარი როგორ ნაწილდება, ანუ დასაქმებულის ხელფასის, თვიური ხელფასის მიხედვით. მაგალითად, თუ დასაქმებული იღებს 100 ლარ ხელფასს, 6 თვე გავამრავლოთ 100 არის 600. ანუ ასეთ დასაქმებულს სახელმწიფო გადაუხდის მხოლოდ 600 ლარს. მაგრამ თუ მაგალითად დასაქმებულის ხელფასი თვეში არის 200 ლარი, 200, ხო, 200 ჯერ, ანუ 6 ჯერ 200 არის 1200, მაგრამ სახელმწიფო უხდის მხოლოდ 1000 ლარს. იმისთვის რომ ეს 1000 ლარი აიღოს დასაქმებულმა, მან უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამისი დოკუმენტაციით.
კი ბატონო. ასევე მინდა ვთქვა, რომ ეს პირდაპირ კოდექსში არ რეგულირდება, მაგრამ ეს რეგულირდება ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, რომ თვითონ, ან საკუთარი, ან ოჯახის წევრის ავადობის გამო ასევე არსებობს ანაზღაურებადი შვებულება, თუ შესაბამის დოკუმენტს უზრუნველყოფს და მიაწვდის დასაქმებული. ოღონდ ეს არ უნდა ერთჯერადად არ უნდა აღემატებოდეს 40 დღეს და ჯამში, ანუ ნახევარ წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 60 დღეს. წელიწადში უბრალოდ არ უნდა აღემატებოდეს 60 დღეს. შემდეგ ეს არის დროებითი შრომის უუნარობის გამო შვებულება და ესეც ანაზღაურებადია, ოღონდ აი ამ ფარგლებში, როგორც მე ვთქვი. კი ბატონო. რაც შეეხება ანაზღაურებას, ესეც პრინციპში უკვე ვახსენეთ. ჩვენ არ გვაქვს სამწუხაროდ მინიმალური ხელფასი დღესდღეობით დადგენილი. გვაქვს პრეზიდენტის დეკრეტი, რომელთაც საჯარო სამსახურში ეს არის 20 ლარი თვეში და ეს არის რა თქმა უნდა სასაცილო ამბავი. ჩავთვალოთ, რომ ჩვენ მინიმალური ხელფასის განსაზღვრება არ გვაქვს. ან შეგვიძლია ჩავთვალოთ იურიდიულად, რომ გვაქვს, მაგრამ უნდა მოვამატებინოთ აშკარად. რაც შეეხება სამსახურიდან დათხოვნას პრინციპში ეს საკითხიც ჩვენ გავიარეთ გარკვეულწილად. და აქ ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ, რომ სამსახურიდან დათხოვნის გასაჩივრების უფლება აქვს ადამიანს ერთი თვის ვადაში, მას შემდეგ რაც მან შეიტყო გათავისუფლების შესახებ. სხვა ნებისმიერი დარღვევის გასაჩივრების უფლება კი აქვს ერთი წლის ვადით სასამართლოში. ერთი წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც მან შეიტყო, ან უნდა შეიტყო, რომ მის წინააღმდეგ მოხდა დარღვევა. ხო, ეს იქნება სამუშაო დროს დარღვევა, დასვენების დროის დარღვევა და ამის გამო რაღაც თქვათ ხელფასის ზეგანაკვეთური ხელფასის მოთხოვნის უფლება თუ ასე შემდეგ. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ რისთვის გვაქვს შრომის ინსპექცია. შრომის ინსპექცია ამოწმებს პირველ რიგში შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონიდან გამომდინარე პრობლემებს, ასევე განიხილავს დისკრიმინაციის დავებს და უწესებს ჯარიმებს დამსაქმებლებს. აქ მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ, რომ ეს შემოწმებები შეიძლება იყოს დაუგეგმავი და ასევე ისიც, რომ მაგალითად დისკრიმინაციით თუ არის ჩადენილი რაიმე დარღვევა, იქ არის ჯარიმის სამმაგი ოდენობა. რა ჯობია მიმართოთ და სახალხო დამცველს დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისთვის სამუშაო ადგილას თუ შრომის ინსპექციას. მნიშვნელოვანი საკითხია, აქვე ვიტყვი, რომ სახალხო დამცველის თანასწორობის დეპარტამენტის მიერ დადებული დისკრიმინაციის შესახებ დადებული დასკვნა არ არის სავალდებულო კერძო სტრუქტურებისთვის. სავალდებულოა საჯარო სტრუქტურებისთვის, ხოლო კერძო სტრუქტურისთვის მას სარეკომენდაციო ხასიათი აქვს. შესაბამისად, თუ ჩვენ მუშაობთ კერძო ფირმაში და ჩვენ გვინდა რომ მაგალითად დამსაქმებელს დაეკისროს ჯარიმა და რეალურად რო რაღაც აღსრულებადი იყოს ეს რეკომენდაცია, ან მიიღოს გაფრთხილება მაინც, დიდი ალბათობით გვირჩევნია, რომ მსგავს საკითხზე საჩივარი შევიტანოთ სწორედ ეს რომ შრომის ინსპექციაში. ხო, კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ყველა საწარმოში, რომელიც ითვლება მძიმე, მავნე და საშიში პირობებიან საწარმოდ და ასეთია საკმაოდ ბევრი დამსაქმებელი ვალდებულია ყავდეს შრომითი უსაფრთხოების სპეციალისტი, რომელიც დაატრენინგებს შესაბამის დასაქმებულებს ხო უსაფრთხოებაში, შეამოწმებს უსაფრთხოების საკითხებს და კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულს არ აქვს ვალდებულება და აქვს უფლება უარი განაცხადოს ისეთი სამუშაოს შესრულებაზე, რომელიც არის სახიფათო და რომელიც შესრულებაც ეწინააღმდეგება კანონს და აზიანებს სხვათა ამ დასაქმებულის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან საკუთრებას და ამ შემთხვევაში აქვს უფლება, რომ ეს მოკლედ გაასაჩივროს და უარი თქვას ასეთი სამუშაოს შესრულებაზე. მათ შორის. აქ მნიშვნელოვანია ვთქვათ, რომ დასაქმებულის ხელფასის ჩამოჭრა დასაშვებია, თუ მან რაღაც ზიანი მიაყენა, მაგალითად დამსაქმებელს. ოღონდ ერთჯერადი ჩამოჭრილი თანხა ერთჯერადად, ანუ ანაზღაურებიდან არ უნდა აღემატებოდეს ანაზღაურების 50%-ს. ხო, კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ აი ამ შვებულებიდან, დეკრეტული ეგრეთ წოდებული შვებულებიდან გამოსული ქალი
უფლება მოსილია ისარგებლოს ყველა იმ გაუმჯობესებით და გაუმჯობესებული შრომითი პირობებით, რაც ამ დროს სამსახურში მოხდა. თქვათ, შემცირდა სამუშაო დრო, ან გაიზარდა შვებულებების რაოდენობა, ან გაიზარდა ხელფასი, ან თუ საჭიროა მაგალითად დამსაქმებელი ვალდებულია ის უზრუნველყოს გადამზადებით. ასევე ხო ანუ დამსაქმებელმა არ უნდა თქვას უარი მის დაწინაურებაზე და კარიერულ წინსვლაზე, იმის გამო რომ ის ახლად გამოსულია შვებულებიდან და მაინც უნდა მიიღოს მისი კანდიდატურა მხედველობაში. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ხო, ასევე რაც შეეხება უკვე პროფკავშირებს და გაფიცვებს, ანუ გაფიცვის უფლება არსებობს, თუმცა წინასწარ ჯერ უნდა მოხდეს წერილობით დამსაქმებელს უნდა წავუყენოთ წერილობითი პრეტენზია. ხო, ამ დასაქმებულთა გაერთიანებამ და ამ პრეტენზიის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აქვს უფლება, რომ წინასწარ გააფრთხილოს დამსაქმებელი და მოაწყოს გაფიცვა. სასამართლოს შეუძლია გაფიცვა ცნოს უკანონოდ ან გადადოს გაფიცვა, თუ რაღაც პერიოდულობით, თუ ეს საჭიროა, მაგალითად, თუ ეს ეხება ისეთ სამუშაოს, რომელიც საჭიროა ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად და ასევე საზოგადოებრივი წესრიგის. ხო. თუმცა, ანუ გაფიცვის გამო თუ ის უკანონოდ არ არის ცნობილი სასამართლოს მიერ, დამსაქმებელს არ აქვს უფლება, რომ ადამიანი დაითხოვოს სამსახურიდან. ამ დროს სხვათა შორის ის ადამიანი, რომელიც არ მონაწილეობს გაფიცვაში, მაგრამ ვერ მუშაობს იმის გამო, რომ შრომითი პროცესი შეჩერებულია, მას აქვს უფლება, რომ მიიღოს დამსაქმებლისგან ანაზღაურება ამავდროულად და ამავდროულად ესეთ ადამიანს, რომელიც არ არის პროფკავშირის წევრი, მაგრამ ნახა, რომ კოლექტიური შეთანხმებით უკეთესი პირობები აქვთ უკვე დასაქმებულთა გაერთიანების წარმომადგენლებს, მასაც აქვს უფლება, თუ ის პროფკავშირი, ის კოლექტიური შეთანხმება დადებულია დასაქმებულთა ნახევარზე მეტთან, მასაც აქვს უფლება, რომ მოთხოვოს დამსაქმებელს ეს უკეთესი პირობები სამუშაო. თქვათ, გაზრდილი ხელფასი იქნება ეს სამუშაო დრო, დასვენების დრო თუ ასე შემდეგ. საქართველოში ამის უფლება აქვს ქართული კანონმდებლობით. კი. ასევე, როდესაც საქმე ეხება მასობრივ დათხოვნას, ეგრეთ წოდებულ შემცირებას, თუ ეს, ანუ რას ნიშნავს ხო მასობრივი დათხოვნა? ეს არის თუ საწარმოში დასაქმებულია 20-დან 100 ადამიანამდე, ეს არის 10 ადამიანის ერთდროულად დათხოვნა, ხოლო თუ საწარმოში დასაქმებულია 100 ან მეტი ადამიანი, ეს არის დასაქმებულთა 10%-ის დათხოვნა. ამ შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია, რომ 45 დღით ადრე გააფრთხილოს ეს ადამიანები და ასევე შრომელთა გაერთიანება იქ, ანუ პროფკავშირი, თავის საწარმოში შექმნილი და ასევე მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი. საჭიროა დაიწყოს კონსულტაციები ამ პროფკავშირთან, დასათხოვ პირთა კატეგორიის, რაოდენობის შესახებ, ასევე მათი, თქოთ, სამსახურში დაბრუნების შესაძლებლობის თუ მათი გადამზადების შესაძლებლობის შესახებ, ასევე მათი შემცირების შესაძლო გზების შესახებ, თუ რამე კონსტრუქციული წინადადებები ექნებათ აი ამ დასაქმებულებს. და სხვათა შორის ასევე აქ მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულებს გაფიცვის პერიოდში ან ნებისმიერი დავის დროს დამსაქმებელთან აქვთ უფლება მოითხოვონ ჯანდაცვის მინისტრის და სამინისტროსგან მედიაცია. მინისტრს ასევე შეუძლია, თუ ეს არის რაღაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე დიდი დავა, ასევე აქვს უფლება, რომ თავისი ინიციატივით დანიშნოს მედიატორი. და გაფიცვის მიუხედავად, დასაქმებულები ვალდებულები არიან, რომ ამ მედიაციაში მიიღონ მონაწილეობა და მიიღონ მონაწილეობა მოლაპარაკებებში დამსაქმებელთან და ანუ შევიდნენ რაღაცა ტიპის მოლაპარაკებებში ერთი სიტყვით. ეს არ უკრძალავს ინდივიდუალურ დასაქმებულებს, რომ ცალკე ინდივიდუალურადაც ედავონ და სასამართლოში შეიტანონ მაგალითად განცხადება. იგივე ეხება სხვა შორის შრომით ინსპექციასაც, რომ შესაძლოა შრომითმა ინსპექციამაც დაგაჯარიმოს დამსაქმებელი შრომითი უფლებების დარღვევისთვის, მაგრამ ეს არ ათავისუფლებს დამსაქმებელს სამოქალაქო პასუხისმგებლობისგან, რომელიც შესაძლოა დასაქმებელმა კიდევ ინდივიდუალურად უჩივლოს და ვთქვათ, მოითხოვოს გარკვეული ზიანის ანაზღაურება, ან იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ან სხვა
რაიმე მსგავსის ანაზღაურება. პრინციპში ეს მინდოდა რომ მეთქვა, აი ამ მოკლე პერიოდში, იმედი მაქვს რომ მნიშვნელოვანი არაფერი გამომრჩა. მადლობა ყველას მოსმენისა და დაინტერესებისთვის. ვერ ვამთავრებ. Mhm.